ტელემაყურებლები. გილოცავთ 2014 წელი დადგა, ეს არის პირველი გადაცემა ახალ სეზონში, დარწმუნებული ვარ ახალი წლების შობა ძალიან ხიარულად და იუმორით აღსავსეებმა გაატარეთ. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი ახალ სეზონში გადაცემა. დღეს ვაგრძელებთ ტრადიციას, ჩვენთან იქნებიან სტუმრად ის ადამიანები, ვინც 400 და 1000 ლარი მოიგო. ნახოთ, საინტერესო თამაში ველოდება. ახლა კი ჩვენი ჟიურის წევრები, ნიკოლო ზარაბიძე და ბექაონიანი, აპლოდისმენტები. ერთი წელი არ მინახიხართ, მეგობრებო. ერთი წელი. როგორ ხართ? რაღაც ნაცემებს გავხართ, რაღა დაგიმალოთ. ნაცემებს რა გითხრა? ახალი წელი თავში. ორ-ორი მანქანით მოვედით მე და ბექა. ორ-ორი მანქანი. ორით ბექა, ორით მე. რამდენი გამოდით? ერთი ჩვენ მოვიდეთ. 23. ერთი ჩვენ მოვიდეთ, მეორეთი ღვიძლი. ღვიძლი მოქონდა. აი მე რო ცოტა სწავდი ნახეთ როგორი ჯანმრთელი. კაი ბიჭი ხარ შენ. არ გამოვიდა ქებადინება. ხო, რა ვიცი, რა შეიძლება მალე დავიწყოთ ბავშვი შევბერდე რომ კინოში უნდა წავიდე. რა კინოში უნდა წაიყვანო ბავშვი? ნუ ახლა ჩვენი ჩვენ ფილმზე? ჩვენ თავისი ამბავი. რომელზე თქვი? ძიძაზე ბავშვი შევბერდე რომ უნდა წავიდე. იმიტომ რომ აქამდე არ მეცალა. ეხა ხო მოიცალა. ვინც არ ყოფილა მიბაძეთ? ყველგან ვიყავით სუფრაზე. მოიარა ორ-ორი მანქანი ღვიძლი დაგაქვთ, ეხლა წადით კინოთეატრებში და ნახეთ ძიძა. დაიკავეთ თქვენი მომზადდი რას აპირებ ეხლა ნიკოლოზ ამიხსენი, აპირებ გაცინებას, არ აპირებ გაცინებას. რატომ მეკითხი? არა, მე არ ვაპირებ რა გაცინებას და მეთქე შე თუ აპირებ, მეთქი მეც არ გავიცინებ რა. იმად გასაგონად ვინც 2014 წელს პირველად უყურებს ჩემს ბორდს და არ იცის ეს რა არის სადავდექი. უხსნი იმათ ვინც არ უნდა იყოს. ეს არის ბორდი, სადაც არის მონიტორი, რომელიც არის შუაში გაყოფილი და აფიქსირებს იუმორისტის სახეებს. ნუ ნიკოლოზი ცოტა გამიჭირდება, დასტა აიფარა სახეზე, მაგრამ მაინც ვერ გამომაპარებ გეიმილს. მახმუდ. კარგია, თუ გაგვეღიმა მე დავაჭერ ღილაკს და დრო გაჩერდება. აი ღილაკიდან გადავიდეთ აი ამ სამ ღილაკზე. ლურჯი, თეთრი, წითელი. ლურჯი ნიშნავს, რომ დროისათულად დაიწყო, თეთრი რომ 1 წუთი ამოიწურა, ხოლო წითელი რომ გაგვეღიმა, ვერ გვიშველა ვერაფერმა აფარებულმა და ფულები გადის ჩვენი სეიფიდან. გასაგებია? დიახ. ის მაგარი გედა. გასაგებია. მაშინ დავიწყოთ. ზადვართ. ჩვენი პირველი მონაწილე ბანო ქავშბაია, აპლოდისმენტები. გამარჯობა. გამარჯობათ. როგორ გზანდებით? მადლობთ. გილოცავთ დაგვიანებით, მაგრამ მთელი გულით უკვე დამდგარ 2014 წელს შობას და ახალ წელს. დიდი მადლობა. მოგესალმებით ჟიური. მოგესალმებით მაყურებელო. მოგესალმებით ტელემაყურებლის, მივესალმები. ძალიან კარგი, გაიხარეთ. იანვრის ბოლომდე გიორგი შეიძლება მილოცვე. ახალი წელი. იანვრის ბოლომდე ყველაფერი შეიძლება. ბატონო ვანო, რამდენი მოიგეთ გაგვახსენეთ მაინც? მე კი მახსოვს მაინც. უმაღლესი. უმაღლესი 1000 ლარი მოვიგეთ, ასე ვთქვათ. დღეს რას ვაპირებთ? ისევ 1000 ლარზე ვიბრძოლებთ? რა ვიცი, აბა, რა ვიცი. როგორ იქნება სიტუაცია, ვიცი, რა ვიცი. მე მახსოვს რომ ჩვენ ლექსები გქონდათ. ჰა? კიდე 1000 ლარზე თუ არ მოგიმატებიათ, რა მოგიმატებიათ და რა ვიცი. ბატონო ვანო, მე მახსოვს თქვენ ლექსები გქონდათ ძალიან ბლომად, ხო? ბლომად. ეხა როგორ ვართ? ახლა ლექსების გვაქვს, მოთხრობები ციგაბარაკი, ყველაფერი. აი, თუ რამე მქონდა, ქუთაისში წამოვიღე ყველა და. გაგახსოვდი რომ სანამ დაიწყებთ ხო, სანამ დავიწყებდეთ მანამდე. აბა? ახლა ახალ წელს თან არის ეს დაკავშირებული და მითო მოხდა ხო მოხდა ასეთი კურიოზი ქუთაისში კომუნისტების დროს იყო სასადილოების ტრესტი და ტრესტ მართველი ყავდა და პარტიული კომიტეტი და პროფკავშირები და გადაწყვიტა პროფკავშირის თავმჯდომარემ ამ სასადილოების მომსახურეს მზარეულები, მებუფეტები, მიმტანი, მომტანი, ამგენს შეხედა როგორ უკეთოს. სახალწეს და მეიწვია ყველა ეგენ. მოიწვია ახლა გადაწყვიტა ისე რომ რატო თეატრიო, რატო კულტურის სახლშიო, ბიჭო, რესტორანი ჩვენიეო. დამღრელები ჩვენიეო და გავაკეთოთ რესტორანში. ჩვენთან გავაკეთოთ რესტორანში, კაცო. ხო და გააკეთენ რესტორანში. ზოგი საჩუქრები მისცენ, ზოგი პენსიაში გააცილენ, ზოგი რა ვიცი და საჩუქრები ზოგი და უკრეს უბრალოდ. ხო და თამადა დენიშნა ამავე რესტორნის მზარეული
გოგი, ბატონი გოგი, განთქმული თამადა. გოგის მიესალმე ნახა, ზარეულები, ყველა პოვრებიზია და ზარეულები, აქეთ მიმწანები. წამოიძახა ვიღაცამ, გოგისო, მხალეულება არ მოაკლოთ, გოგისო, მხალეულებაო. ბიჭო, თურმე, გეირკვა, გოგი ზარეული კაცი არ ნაჭამა ხორცს. ეი, მხალეულს ნაჭამა, მაგრამ თვითონ აკეთებს ამ მხალეულს, მაგრამ ამზადებს კარგად. ბიჭო, რაიო, გოგის უთხრე, ახლა, როდეიჩემე, მხალი, სულ ხალ მაგას უაკეთებს, მაგიო, კარგათო, იქიდან დაუძახა ზარეულმა, მითო ეტანება, მაგას ხალხი ხალხა, მეტი რას აკეთებს, რაია, მაგას გოგის იქნა რესტორანში. მაგი არა უთხრა, ნიგზიანი ეკალა და იმერული ტყემალი, ნიორ წყალში ჩაწყობილი, უარია და დედალი, თეთრი ცოლიკაურით, სავსე დოქი ყინყილოს, საცივში კი ინდაურის თეთრი ხორცი ტივტივობს. ეს რომელმა უთხრა? ეგი გოგი ამბობს და რაი არა მაყო თქვენ გაგდომე არა დიდი თუ არის მაგლექს გავალი შევჭა მოვლუყას და მოვალა კაი აღარ შემეძდია გას ხაჭაპური სავსე ყველით წეწეთა გადმომძინარი შეფუწკული გოჭის ხორცი დვია პირმომცინარიო ამი მუშავდა სანერწყვო ჯირკვლები აღარ შემეძ სატაფაკო წიწილების მორთულია ჩვენი სუფრა ორ ნახადი არაყიმა კანკალა და მუდან სუტაო პურმარიში ვერ მაჯობებთ არ მგისმე დამიჯერე თამაშია ჩაშუშული ოსტრი მწვადი სუპერი მაკლავაშია მოვბრძანდი და იქეიფეთ ახლა ჭამა მადაშია იუმორი არ მოგაგდოთ საქმე მხოლოდ ამაში ბრავო აი ეს რამდენი არჩელა ესე მოკლედ ჯერ დანაღრებული გაივართ გადავიდეთ ახლა მაცადენიკა ბატონო ახლა მაცადენიკა ვარ დავიწყოთ არა ჯერ არ შეიძლება ამდენი არა გველოდება სხვა მონაწილეები აი ცივი კერძები ჩამოთვალ ცხელებით შემოვიდა უკვე ბატონო ვანო სამწუხაროდ ჩვენ გველოდებიან სხვა მონაწილეები და დავიწყოთ ნაბახუსევის კერძებზე საუბარი ბეკა ღალატია ახლა ეს მომისმინეთო კაცი არ ბატონო ვანო რადგა იქით სხვა მონაწილეები გველოდებიან უნდა დავიწყოთ უნდა მოვისმინოთ თუ მზად ვართ უნდა დავიწყოთ აი ახლა იქნებ სასაცილოა და დროში მოყვეთ ვიკენდის კაბაბი რო არ ვთქვათ შეიძლება ხო და იქნებ დროში მოყვეთ ბატონო ვანო იქნებ გაგვეცინოს არა ბატონო მე ვარ თქობზადნებით მესამედაც გვაპირებთ მოსვლას კი ბატონო ენაცორო ჩემი თავით ასე რომ დავიწყოთ მასე დავიწყოთ გადავიდეთ საქმეზე მე მგონი აჯობოთ მოემზადეთ ბატონო ვანო გავიყენებთ შემდეგი მონაწილეების დაგიკავებთ უგნებავთ მოთვინებას სიმათ ეგ არ არის პრობლემა არ ხო კაი დიახ დავიწყოთ ბატონო ვანო დავიწყოთ მზად ვართ მოვემზადოთ და 3 2 1 ბაზარში გევიარე ქალაქში და ვიღაცამ დამიზახა იგი ვანოვიზია გამარჯობა ვანოვიზიო როგორ ახარო შევხედე ბიჭო ჩემი ტოლილები გალელები აგერ არ არიან იგი აგერ არ ვაჭრობენ აგერ ხო კარგად ვარ ვიცი თქვენ რა ვარ ძალიან სუდად ვარ ვანოვიზია კარგად ამამყოფებს რატომ ბიჭო მე უცხარი და რატომ და ყოველდღე უდავა ჩემ სახში და კარგად ვიქნები რატომ ბიჭო მე უცხარი და უგულავა მყავს ცოლი უგულავა მითხრა მე რა ბიჭო მე უცხარი და უდავა ჩემ სახში და კარგად ამამყოფებს მოვასწრებ ხო ორი მეწყვილია შეხვდა ერთმანეთს ქუთაისში ხო და ესენი ერთმანეთს ეჯიბრებიან ტყუილში ვერ მოვასწრებ ბიჭო ვერ მოვასწრებ ხო და ახალი 59 წამზე ვერ მოვასწრებ თქვენ გადარჩით მართლა პირდაპირ გეტყვით გადარჩით იმიტომ რომ მეკას გაეცინა იმაზე რომ თქვენ თქვით რომ ვერ მოვასწრებო და თქვენ მოიგეთ 50 ლარი აპლოდისმენტები ეხლა ძალიან გთხოვთ კარგად დაფიქრდით ბატონოვანი კი რა შვებით ვაგძელებთ თამაში კი კი მაშინ 3 2 და
1 2 მეწყურია შეხვდა ერთმანეთს და ხო 2 მეწყურია და ერთი ეუბნება მეორეს ბიჭის კორწილი რო გადაიხაძეო სოშაში ვიყავი წასულიო და 25 ვედრო მწყერი ჩამოვიტანეო და ის გუშინ სოფრაში მაგი რაო ბიჭო ამა უთხრა ღორი მყავსო 16 გოჭიანი დილას რო გადაუშიო 16 გოჭიანი ღორიო გამოწვეულიო საღამოს ისევ გამოწვეული მოდიოდაო გავყევი მე ხორსო და ჩაწვა წყალშიო დესი ამხელა თევზებიო წოვს და მეორე დღეს ჩამოვკიდე ანცკესები ამ ხორსო და საღამოს მოდის ღორი მაგრამ აი 16 გოს თევს მოათევს ასეო ის აგიშენ და პატონიო იმამ უთხრა შენი 25-ია მართალი და ჩემი 16-ია ტყულიო 2 გოგო 4 გოგო სამწუხაროდ ბატონოვანო სამწუხაროდ აი მოვასწრებ რო გეთქვათ ალბათ გამეცინე მოვასწრებ სამწუხაროდ დრო მოიწურა ბატონოვანო სამწუხაროდ დღეს თქვენ ხართ მრავალ სიტყვით წარმოდგენილი გრძელი სიტყვა მოკლედ თითქმისო არაო და დღეს სამწუხაროდ დრო გქონდათ ძირითადი პრობლემა იმიტომ რომ არ გეყოთ არადა რაღაცა საინტერესო იყო 16-25 კი მაგრამ ეს ანეკდოტის სტილში მოყოლი ამბავი მე ვიცოდი იცოდი დიახ ჩემი აზრით ერთი რამ მინდა ვთქვა მე როგორც ყოველთვის პატარა ჩემი მოგრძალებული რჩევები მე დარწმუნებული ვარ რომ ბატონოს იქ ბევრი ისტორია იქნებოდა ისეთი სასაცილო მაგრამ ჩემი აზრით ერთი მინუს ზოგადად ის არის ამისი რომ ერთ წუთზე გათვლილო როცა რაღაც ხუმრობა მთლიან 1 წუთი 58 წამზე რო არის წერტილი დიდი რისკი და ალბათობა იმისი რომ აი და არ გაგეცინოს დრო აღარ აგაქვს მე თორემ ბატონმანოს იუმორის აბსოლუტურად გეთანხმები ბექარას დაამატებ ას დავამატე მე ზოგადად ძალიან მივესალმები ხაშლამას და ნაბახუსების კერძებს მივესალმები იმ ფაქტს რომ ბატონი გამოვიდა ამხნის ადამიანი და შეეცადა ჩვენს გაცინებას თანხის მოგებას მართალ ეს ვერ გამოვიდა დღეს მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოვა შემდეგში და ეს ადამიანი არის გამარჯვებული გახსენებთ ნუ ყოველთვის ძალიან ძნელია შეინარჩუნო პირველობა მაგრამ კიდევ მობრძანდებით ბატონოვანო დარწმუნებული ვარ და კიდევ მოიგებთ 1000 ლარს ასე იყო საინტერესო და შემდეგისთვის შეინახეთ დარწმუნებული ვარ კიდე მოხვალთ აქ და კიდე დაგჭირდებათ აბა აბა ასე რომ აპლოდისმენტები გავაცილოთ ბატონოვანო აი ეს არ დაჭერთ ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისას გაიცინეთ მოიგე საუკეთესო პროგრამაა მაგრამ ერთი შენიშნას უნდა შევიტანო რომ დროის ამბავია დრო თუ არ დაამატენ ცოტა ხო ძალიან გლახაა ამ პატარა დროში ვერ ეტევა ადამიანები და ამიტომ ცოტა პრეტენზია აქვს და ამას თუ გამოაკეთებენ საუკეთესო გადაცემაა ჩვენი ახალგაზრდობისათვის ჩვენი მომავლისათვის ჩვენი შემდეგი მონაწილე აჩი კიკნაბელიძე როგორ ახარაჩი არა მიშოს თქვენ როგორ ახავთ გილოცავს შეიძლება საყვარელი ცხოველი უწერია ანკეტაში მეზობლის პუდელი ეგ არის ძაღლი ეს ისე რომ იცოდე ხო და საყვარელი სარძელო არ უსვავ საყვარელი სარძელოს არ სვავ თუ საერთოდ არ სვავ ზოგადად არ სვავ და თუ მოვიგებ თანხასო აქვს ნათქვამი რომ ესე იგი ჩემს ძმაკაც ჩაუსვავ წინა 2 კბილს თუ მოიგებ რომელიც თვითონ ამოვიდა 50 ლარზე მეტი უნდა მოიგო რომ ჩაუსვავ 2 კბილი ხო თუ 50 ლარზე გაძვირდა ხფასები და ჩაის თუ დაალევი 2 კბილი ვარ აქვს ხო ისე ეს 2 კბილი ჩაუსვავ წინა 2 კბილს კიდე აკლია კბილები თუ შენ გაგ 2 კბილი რამდენი აკლია საერთოდ ზოგადად არ ვიცი და კბილი 2 2 აკლია თქვენს ძმაკაც ხო ეს საღეჭები უკანა აქვს ხო კარგი კი კი ზე კარგია მთავარი ეგ არის აჩი შეიძლება გაგვახსენოთ წინაზე რამდენი მოიგე 400 400 ლარი ნუ დღეს შანსია რომ გავზარდოთ და გახდეს 1000 ლარი მზად ვარ არ იქნება ცუდი არ იქნება ურიგო კი ბატონო მაშინ 1 2 3 პირველ ხუმრობაზე არ გეგეცინებათ და მეორედ დავიწყე პირდაპირ ქუთაისლებმა ჭიაკოკონოვაზე ეშმაკის ბორბალი დაწვეს
დაექსტაზებულმა მესაფლავემ საფლავი მხელაზე გათხარა ნავთობმა ამოაცხა. ქუთაისში წრიული ზღოლს იმხელა მაგნიტი აქვს რკინის ნივთებიანი მგზავრები თავისთადიან ავტობუსში. ჩემი მეზობლის ბავშვი ყურები ისი აქვს დაკვარკვალებული დედამისი ტრუბოჩკა ნამცხრის ფიგურა. ჩაიწერე. მაგის ის შეგილია ფინალზე ტრუბოჩკა ნამცხრით? რა, ისე აქვს დაკვარკვალებული ფიგურებად იყე. აგერ ისიც პარი და მანამდეც იყო სასაცილო უბრალოდ პირველი კარგი ხუმრობა იყო. ნელ-ნელა იმამდე რომ გაგვეცია. კარგია. და კითხულა 50 რო დაკვარკვალებული ყურები. აპლოდისმენტები მეგობრებო 50 ვარ იყო კარგია. რა თქმა უნდა ვაგრძელებ. 3 2 1 ილო ცეძილის წინ დეზდემონა ეს ფრაზა ისია ყელში ამოსული დეზდემონა მონაზვნად აღიკვეცა. სამტრედიელი მამაო გეი 17 მაის ველოსიპედის გამით მისდევდა. ხორცილში სიძემ ჰაერი ისე გააფუჭა დედოფალი ახლაც აპარატზია შეერთებული. ვანო მერაბიშვილი იმდენჯერ იყო სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბოქში მოუნათლა. გასვენებაში მტარი ისე აცეკვეს ჩერტკოვმა 10-იანი უწია. ქუთაისელმა გოგომ ქალიშვილობა დაკარგა, მაგრამ მალევე იპოვა. ბანკში იყო პირადობებთან ერთად გაკვეხებული. აერია საბუთებში აერია. მანამდეც გამეცინა ხო. კარგია, 100 არის შენია. დღეს 1000 უნდა მოიგო, 400-ზე აღარ გაჩერდე. გული მიგზნობს, ესეც იქნება 1 2 და 3. განცხადება ქუთაისის ღამის კლუბს აფსეთს ესაჭიროება სპირტი და ზელიონგა. მეორე განცხადება სილამაზის სალონ გვირილას ესაჭიროება არ ესაჭიროება ახალი თანამშრომელი. ქუთაისელი გოგო დისკოტეკაზე დაქალის გარეშე წევიდა ტუალეტში და მანქანამ გეიტანა. ქუჩის ტუალეტის მოლარე შეუძლია სუთქო 2 საათი შეიკავოს. ქუთაისელმა ქალმა საბერძნეთში იმდენი ფული იშოვა წელში გამართულ იფსამს. ისიც კარგი იყო. მე მოლარედან დამეწყო. კარგი იყო. კარგია. ძალიან კარგი 200 ლარი უკვე. 200 ლარი შენია. რა თქმა უნდა ვაგრძელებ. კი ბატონო. აბა ვნახოთ. 3 2 1 ბაბუაჩემის სახლიდან თეთრი კვამლი ამოდის. ბებიაჩემა პაპი აირჩია. მის ქუთაის იმნაილი მოკლე ფეხები აქვს შნურუკებს წელში გამართული იკრავს. გრიპიანმა პაციენტმა შემთხვევით ექსტაზის ტაბლეტი დალია და 5 საათი საკუთარ ხველებაზეც ეკვავდა. ქუთაისის ტორპედოს თამაშზე ისე ცოტა ხალხი მევდა საჯები ერთმანეთს აგინებდნენ. გორელმა სუეცკმა ყველა ვაშლი ჩაკვიჩა და ისეც ეიღო ბაზარზე გასაყიდად. 160 წლის სტრიპტიზიორი ქალის ტრუსიკში ფარნავაზ მეფის მონეტა აღმოაჩინეს. ჩემი მეზობლის გოგო ტუალეტში აიფონით ფოტოებს იღებდა და ტუჩები კარებში მეეტნა. აგირე ქვია. ჩემი მეზობლის ბავშვი ნაირი მახინჯია. აი არა უშავს. მან დაამთავრე. ვაკელის პუდელი ფიქრობს რომ დაქალთან ერთად ცხოვრობს. ქუთაისში თეთრიძე იმნაირმა მაგარმა გოგომ გეიარა პიკასოს ბიჭმა ტრუსიკს ამჯერ გამოიცვალა. ქუთაისელს აიფონ 5 ტუალეტში ჩაუვარდა და ხელისიგზეთ 15 საათი. აი მე ძალიან ბევრი ვიცინე, ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან ბევრი. აი ცოტა ნელაც რომ მოყვეს უფრო კარგი ხო არ იქნება. არა, მე მგონი სწორი სტრატეგია. ძალიან მომწონს, მე ყველას ერთად გვეცინება, კარგია. 400 ლარი ისევ შეძელი და მოიგე. წინ არის ფინალი 1000 ლარი. ვაგრძელებ. თუ რა ვიცი, დაგჭა, თუ იქნება, ერთი წამით გადავხედა უცებ. არა, აქამდე იყო ძალიან მაგარი. მე ძალიან ბევრი ვიცინე. შენ გაიხარე შენ. აბა. ესე იგი, ვინც არ რისკავს, არ სვამს, ნაბეღლავსო და გავაგრძელოთ. აი მე, რაღაცა ისე თქვა, რომ ცოტა შემეშთა. აპლოდისმენტები მეგობრებო. აბა, წარმატებები აქვს. 1 2 და 3. ბობ მარლის იმდენჯერ მოусმინე ნარკოლოგიურჯი ამომიგდო. საქართველოს შობიარობა ისე გაძვირდა, სანამბოშ გააკეთე, მანამდე სესხი უნდა გააკეთო ბანკში. ჩემი მეზობლის გოგო ეპილაციისას ბუნებრივ საშუალებებს იყენებს, ცეცხლს ახტება ხოლმე. გუში, პოკერში, ნაირ ბლეფი გავაკეთე, მამაო მახსარებაზე არ დამიჯერა. მაზოხისტმა ძაღლი კოჭლობით მოკლა. ჩემი მეზობლის გოგო სახეზე იმხელაწვერია გახსარება ჩავაბარე. ექსკლუზივებს მონატრებულმა კავკასიის თანამშრომელმა 5 კაცი დაჭრა. ნიჭიერის ფინალის შემდეგ თემოლოლაძემ ზუსტად იცის რაც ჩამოკიდებს ლურსმანზე. სტრიპტიზიორ გოგოს სტოლბაერია და მეხანძრეებმა გაჭყიტეს. ჩემი მეზობლის გოგოს იმხელა ყმა მუხლამდე წყალში დაიხჩო.
ქუთაისელმა ნაძვის ხეზე სათამაშოს უნაგრად გრიჟა ჩამოკიდა. რაჭაში მოაზროვნეები იმდენი ხანი ფიქრობდნენ ბროლის მკვერცხები დადო. საქორწილო სახლში იატაკი იმნაირი გამჭირვალე იყო, სიზის პასუხი კიდევ უფრო აშკარა გახდა. არა და ძალიან გამეცინა რა. არა უშ. დამსახურებული. მე არ ვეთანხმები ამ ორ ადამიანს, როგორ მოითმინეთ ეგეც არ ვიცი, როცა მოსათმენია იქ რომ ვერ ითმენთ, ეხლა რა დაგემართათ ვერ გავი. მე მინდოდა რომ 1000 ლარი წაგეღო, იყო დამსახურებული 1000 ლარი იქნებოდა. ეხლა ამათ მოусვენ. ეხლა მაინტერესებს რა სიტყვიან ეს. რაო? რა ვიცი, მე ვიტყვი მას რომ კი ბატონო შეიძლება დამსახურებული იქნებოდა 1000 ლარი რომ წაეღო ამ ადამიანს და მე ვისურვებდი რომ მომავალშიც მოვიდეს ძალიან საინტერესო ადამიანი და ნიჭიერი, რა თქმა უნდა. თუმცა მე ვთვლი რომ მე 100 ლარიანზე სიტყვაზე და 200 ლარიანზე უფრო ძალიან მაგარი ხუმრობა მოვისმინე ვიდრე 1000 ლარიანზე. არასწორად იყო გადანაწილებული. 1000 ლარიან ხო, რა ვიცი, მე ასე ვთვლი ყოველ შემთხვევაში. თუმცა მე არ ვამბობ იმას რომ აქ ბოლო ტურში იყო ცუდი და მაგრამ ჩემი აზრით რა ხან იყო მე 5 წუთი ყველაზე მაგარი ხუმრობები აქ უნდა ეს ცოტა აქ ყველაფერი ისეთ საფეხურებით მიდის წინ რა თქმა უნდა და შესაბამისად ჩვენი ისეთ რა ქვია გაცინება არ გაცინების არა სტრატეგია სწორი ქონდა რომ ნუ თქვა დაიწყო ძლიერი ხუმრობებით რომ შეიძლება სუსტით დაეწყო და არ გაგცინებოდა და არ გადასულიყო თქვა აქამდე 1000 ლარზე აღარ ეთამაშა მაგრამ მაინც აი რაღაცა ცოტა ოდნავ იქნებოდა რა. თორე ხუმრობების წერა რომ შეგიძლია ეგ აშკარაა და უდაოდ ნიჭიერი ადამიანი ხარ. და კი ბატონო, მე ხო გეთანხმები და გეთა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. დამსახურებული აპლოდისმენტები გავასწრებთ. კიდევ გეუბნები. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოუხადო ამ პროექტს, რომ კიდევ ერთხელ მოხდა საშუალება გამოსულიყავი, არა უშავს წავაგე, მაგრამ კიდევ ვცდი ერთხელ მადლობა მინდა ისე მოუხადო რუსთავიორს და წარმატებებს უსურვოთ ამ შესანიშნავ პროექტს. კარგად ვთქვათ, მადლობა. კარგი იყო ბევრი ვიცი მთელი გული. ერთი რამე მინდა ვთქვა, აი ესეთი ადამიანები, როცა მიდიან თანხის ღერეში, ძალიან ცუდად გრძნობ და რთული ასახსნელიცაა ხო მე რომ ახტარო რატო არ გაგეცინა როცა შეიძლება წინა კონკურსებზე შეიძლება გაიცნო სულ სხვა რაღაცაზე სტიმულია რომ კიდე დაბრუნო რა თქმა უნდა კი ბატონო რა თქმა უნდა არა უშავს ყველაფერი ხდება და შემდეგი მონაწილე შევეგებოთ მზია მექერიშვილი Bravo, ეს არის ბედნიერად. თქვენი ქორწილი გვეზე იმოსამწელებს. მადლობა. აუცილებლად მე ყველას ვეპატიჟები. ერთი შეკითხვა მაქვს. რამდენი იყო წინაზე მოგებული თანხა? 400 ლარი. 400 ლარი. რა თქმა უნდა ვაპირებთ რომ 1000 მოვიგოთ. არ ვიცი. ნუ ხო ვეცდებით ყოველ შემთხვევაში. ვეცდებით. ნუ ქალბატონო ზია პირველ რიგში მოგესალმებით და გილოცავთ ახალ წელს და რა ვიცი უბრალოდ ერთი რაღაც გპი გაქვთ დამთავრებული. დიახ. მე ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთ რაღაცების საკითხვა, იმიტომ რომ მეც ტექნიკური განათლება მაქვს, გპი დავამთავრე და მე ვთვლი რომ გპი-ის ვისაც აქ დამთავრებული არის უდაოდ ნიჭიერი ადამიანი ტექნიკური განათლებისას და იუმორს ნამდვილად აფასებს. მე მინდა გითხრათ რომ მივესალმები თქვენ რომ გაქვთ გპი დამთავრებული. მე უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე. მე ცოტა მერე დავიბადე და გპი აღარ არის. მე ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, მაგრამ გპი. მე დავამთავრე გპი. ცნობილად გებათვალზე ხოლმე. მე შენს გპი-ს ვეძახდი კი ტექნიკური უნივერსიტეტი ერქვა. ქუთაისის. საყვარელ კერჩი გიწერეთ ხინკალი. ხინკალს ამზადებთ თუ გიყვართ უბრალოდ? ხანდახან მიხდება და მომზადება ხშირად არა მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთან სტუმრობა, იცით? ხინკალი ძალიან მიყვარს. დავით ბექაონი არა. ჩემსავით არა. რამ გადაგრიგე, კიდე ჭამას მაგიდა, წეგარი ხელა ის ხონდა რა ქვია. კერძების მენიუ იყო. ნუ მაშინ შეგვიძლია დავიწყოთ. ხო, მე თქვენსკენ ვარ, მთელი გული და სულით, მანიშნებენ რომ გჭირდებათ მაგიდა. და მაგიდა სტუდიაში. აი ნათქვამი არ მაქვს ჩდება მაგიდების და როგორც სასაცილო შემოვიტანა იმ ბიჭმა ყველაფერი ჩდება ამ სტუდიაში. გალბატონო მზია, თუ მზად ვარ, შეგვიძლია დავიწყოთ. 1 2
წერს თოვლის ბაბუა საჩუქრებს არ არიგებს. ძველით ახალი წლიდან. მოვა იხუმრებს და წავა. ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. წუხელ შეზარხოშებული მამაკაცის ყვირილით შეწუხებულმა რუსთავიორის ოფისის მახლობელი კორპუსის მობინადრეებმა პატრული გამოიძახეს. საინტერესო გამოძახება აღმოჩნდა. ეს ნიკა არაბიძე გაჰყვიროდა. გილოცავთ ახალწელს, ვიბარებ ანეკდოტებს. ახალი სახელწოდებები. ტანსაცმლის მაღაზია. აჭია ბაჭია, თმის გადანერგვის კლინიკა, ძირს ტალავერი, საბავშვო ბაღი, ციციბურა and სუპი. ძირს ტალავერი. ნიკოლოზ გაგეცინა. ძირს ტალავერი. ტალავერი არის ძალიან კარგი სიტყვა. ისეთი ტალავერია გადმოყვანილი. ძირს ტალავერი. თმის გადანერგვის კლინიკა გმობს ტალავერს, ხო, მაგრამ ძირს ტალავერი. კარგია. რა თქმა უნდა. არა, მოლოდინში ვარ აი მაგიდასთან რომ აი ველოდები მოლოდინში ვარ მაგიდასთან. მაგიდა. უბრალოდ ხელის დასადებაც იყო საჭირო. გამოდორობზია 50 წლიანი თქვენია გილოცავთ აპლოდისმენტები. მაგზელებთ, რა თქმა უნდა მაგზელებთ. მაშ 3, მაშ 2, მაშ 1. როგორ განმარტავს ეკივოკის ბავშვი სიტყვა სიდედრს. ის ჩვენთან ძალიან ხშირად მოდის. ყავას სვამს და ლაპარაკობს, სულ ლაპარაკობს. მის დანახვაზე მამა ამბობს ხოლმე, სიძის მკვლელი მოვიდაო. ბიძინა ივანიშვილი თავის ბაღს, სადაც კალაძესა და წულუკიანს უყვართ სეირნობა, კალათეას ბაღს ეძახის. იუმორისტების დიდ ნაწილს გპი აქვს დამთავრებული. დღემდე ვერავინ დაადგინა თუ რა იწვევს ამ მოვლენას. ლაოსური პატრიოტიზმი. თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში ლაოსელ ქალბატონს ტყუპივაჟი შეეძინა. ერთს ლაო დაარქვეს, მეორეს სი. ოჯახი ერთ დროს სახელგანთქმულ გინეკოლოგ ბაბუას თანდაცრებით ვალებზე წუწუნებდა. ბაბუა მამუიოხრა, რა ბიზნესი გქონდა, იმათ ბავშვები მოჰყავდათ, მე ვყიდიდი, თითოს 100 ლარად, 100 დოლარად, ვისაც რამდენი ემეტებოდა, ვისი ამბობო ჰკითხეს, ვისე და წეროებზე, არ იცით ვის მოჰყავთ ბავშვები. პოლიტიკოსების ჩხუბი გიშს მართალი ეგონაო. სამწუხაროდ გამოგველია. დრო გამოგეპარათ სამწუხაროდ. მაგიდა გამოვიყენეთ, მე რაღაც ვერ გავინახე, ვერ მივედით მაგიდამდე სამწუხაროდ. თუ სპექტაკლში ტოპი კიდეა, ის ტოპი გაისვრის აუცილებლად და რას ვაპირებდით მაგიდასთან გამოდრომზე? უბრალოდ გადაყირავებას. გაბრაზებულ გულზე თუ შეგიძლიათ ის თქვა. ეს საახალწლო ნაძვისხი არ გეგონოთ. ეს ამზე იმისთვის მოკაზმული გია ჯაჯანიძეა. აი ეს ძალიან იქნება. ეს იქნება სასაცილო და გაგეღიმებოდა. ალბათ ისავარაუდოთ კი, იმიტომ რომ შეგეძლოთ ბოლო წამზე გამოგეყენებინათ კაპიტონებზე, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გეყოთ. თუმცა ძალიან დიდი მადლობა, თქვენ მაინც ერთ-ერთ გამარჯვებულად იწვრებით ამ გადაცემის. კიდევ ერთხელ ხომ გვეწერთ? არა, უნდა გვეწიოთ და თქვენ დარწმუნებული ვართ, რომ 1000 ლარსაც მოიგებთ 4-ზე არ გავჭერდებით. დიდი მადლობა, რომ მოგზანდით. აპლოდისმენტები გავაცნობთ. ჩემმა გამოსვლამ არ ჩაიარა წარმატებით, როგორც წინა გამოსვლამ. ვერ გავთვალე დრო, ვერ ვაკონტროლე და ეს ალბათ მაგან გამოიწვია. უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყავი, შეიძლებოდა რომ მომეგო რაღაც გარკვეული თანხა. ყველას ვუსურვებ წარმატებებს, ყველას ვილოცავ ახალ წელს, მრავალს დაესწარით ბედნიერად. შემდეგი მონაწილე. შალვა ლიპარტია, აპლოდისმენტები. გამარჯობა. დადგა 2014 წელი, ეს ყველაფერი კარგია. გაგვახსენე რამდენი გაქვს მოგებული? 400 ლარი. 400 ლარი აქვს მოგებული. დღეს 1000-ზე ვიბრძვით. რაში დახარჯე? მობილური ტელეფონი შევიძინე. მობილური ტელეფონი. რა კარგია. დღეს ალბათ უკეთეს ვიყიდით 1000-ზე. ალბათ, ნახოთ. ძალიან კარგი. ჩაკმეჭილი ვაშლის ტელეფონები. კარგია. აბა სტუდენტია შალვად მის შესაბამისად თქვენც იმაში რომ ახლა მობილური აქვს, მაგრამ ბავშვს ჩაცმა უნდა. ახურვა უნდა. თან როგორ ის წერია, მოგები შემთხვევაში გამოიყენოთ გასავლის მეტი რა. გასავლის მეტი რა. კი ბატონო, რა ვიცი, მე წარმატებები მინდა გისურვოთ. არა, შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ თუ კი რამე ბეკას არ აქვს შეგიძლია. ჩემო ტკბილო.
გისმენთ დიდი მონდომებით, რა გიწერიათ საქმიანობა თამაშობ მანსანკანს და დარწმუნებულებო რომ კარგი ხუმრობები გექნებათ. მზად ვართ. 3 2 1 ჩემი მეზობელი ნუკრი ისეთი მორცხვია რომ დაიბადა ხელები ქონდა აფარებული. მამაო ისე სწრაფად აკრევდა საკმეველს ქალაქში ნისლი ჩამოწვა. ავანგარდში სასაფლაო ბინებთან ის სიახლოს ამტრებს ფანჯრიდან ვაგდებთ. ჩემი მეზობელი ნუკრის დედა საბერძნეთში იმდენი ხანი იყო წასული ნუკრი მამამისმა გააჩინა. საპრეზიდენტო არჩევნებზე ქუთაისის საარჩევნო უბნებზე ყველაზე კარგი მდგომარეობა იყო, იმიტომ რომ ქუთაისლებმა ყველაზე მაგრად იციან უბანში რა ფერმე იქცნენ. კობაბარათელი იმხელა საკუთარი ღერძის გარშემო ვერ ბრუნავს. გპის მოსწავლე გოგონამ ფეხზე მელირება გაიკეთა. ჩემი მეზობელი ნუკრი ისეთი გაჭირებული ოჯახიდანაა საახალწლოდ მაშხალებს რომ ვერ ყიდულობენ სახეზე პრიჩიკებს აგროვებს. პუტინი უგულავას დიეტაზეა 6-ის მერე დედიმის პუტინი უგულავას დიეტაზეა 6-ის მერე დედიმისისას აღარ ჭამს. მე ვაგროვებდი ხიმილებს. მართლა აგროვებდი. სახეზე დაგროვება ჩანდა. ხო ის ერთი ხო არ მახსოვს რომ მე ვიცი გეტყვი რომელზე. მეუღლე მიმშობი არაო, მაკედან დაგეწყო შეგროვება, კი. იმდენი ხანი იყო საბერძნეთში, ქმარმა იმშობი არაო. კარგი იყო, თუმცა დრო დაგჭირდა, აღა დაგიმალო და ბევრი. რაღა დაგიმალო. ვაგზელებთ. წარმატებები 3 2 1 აცხადებს ჯეკი ჩანი. სილიკონი ისე გაძვირდა ქართველი გოგოები მკერდს ვულკანიზაციაში იბერავენ. მეზობელს ისეთი რთული ორცულობა ჰქონდა, ბოუს ნარკოზი გაუკეთეს. მამაო ახალ წელს ისედაც რა ირმებით და ხურჯინით დარბოდა. სიტუაცია აღგზნებული მგელი. აუ რა ქალია, ვიჯო? დღევანდელ გადაცემის ჩაწერაზე იმდენი ხალხია მოსული 50 კაცი პროფილი სტუდიაში დავაჯინეთ. სიტუაცია პოლიციელი ტუალეტში. რაღა მაგნაძვის ხეზე რა. მოსკოვის სექსშოპიდან მე-7 სკოლის ბანკეტი მოიპარეს. ბანკეტის დისკი მოიპარეს. ოხშეთ. დრო. სამწუხაროდ. შალვა რაღაცა დღეს ერთს გეტყოდი მე როგორ რაღაც თუ არ მიწყენ აი მეგობრულად რა. აი ძეკი ჩანზე ქონდა ხო? რო აი მოქმედებითი ხუმრობა უფრო მოგიხდა, ვიდრე ესეც წაკითხოთ. თან წაკითხოთ ცოტა ცენზურაც იყო, მე მგონი არ იყო დაცული რა. უბრალოდ აი მოქმედებითი კიდევ რო გაგეგრძელებინა უკვე აი მე ალბათ გამეცინებოდა რა. ძალიან ცოტა დამაკლო რომ აქ ხუმრობაზე გამეცინა. და რა ვიცი, სამწუხარო რომ ვერ მოიგე. თუმცა გემოდები კომპიუტერულად შეიძლება ძალიან კარგად აბარა. დიდი მადლობა. მოხდი აპლოდისმენტებით გავაცნობ. მიუხედავად იმისა, რომ ფული ვერ მოვიგე, მაინც ყოფილი ვარ ამ გადაცემით. ყველას ურჩევს მოდით, წადეთ, გააცინეთ და მოიგეთ. ემართება, ხანდახან წინა გამარჯვებულებსაც ემართებათ. ეს ნუ რა თქმა უნდა, მე ყოველ შემთხვევაში ახლა მე არჩილი გამოვიდა რამოდენიმე მონაწილე წინ და ნუ ერთი სტილის მონოლოგი მქონდა და იმისი გაცილებით უფრო ძლიერი იყო ჩემი აზრით. კი. აი ბატონ ნიკოლოზ მე არ მეთანხმება იმაში რომ სწრაფად კითხვა, ანუ მე უფრო ვფიქრობ რომ აი სწრაფად რომ კი აღიქვავ იმ ხუმრობას, მაგრამ აი შესრულებით რომ უფრო ნელა აკეთებ რაღაც მოქმედებას რომ აკეთებ, შემთხვევით უფრო სასაცილოა რა, შეიძლება რაღაცა ილეთი გააკეთოს და ხო ხდები. ხო, მაგრამ როცა ერთი წუთი გაქვს ცოტა მართალი, აბსოლუტურად მართალი ბრძანდება. აბსოლუტურად. თქვენ უფრო მეტი გამოსვლება გაქვთ ბატონებო, ვიდრე მე. ამიტომ კარგად ბრძანდებოდეთ. მე მეცი ბატონი ორი წუთი. დარჩი ბეკა დარჩი. შემდეგი მონაწილეები ეს არის დუეტი ბეკა იაკობიძე და შაკო ხუციძე. აპლოდისმენტები. მოგესალმებით ძმებო. გილოცავთ ყველაფერს ერთად რა ვიცი რაც იყო აქამდე რაც იქნება გაგვახსენეთ რამდენი იყო წინა 400 ლარი 400 ლარი. ნაცნობის სახეებია და საკმაოდ კარგი ახალგაზრდები არიან. მინდა ვთქვა და სასიამოვნო კიდე გვესტუმრეთ. უბრალოდ არაფერს აღნიშნა უბრალოდ შევსებულ ანკეტას რა.
საყვარელი სარძელო მოდი ამ ჭიქით. ეს არის იდეალი ქალიკაცი, იდეალი ნამცხვარი ვიცი მე. იმიტომ რომ აქ უწერია კუტაია. და მოგები შემთხვევაში გავაკეთებას მაგი მე ვიცი. საცხოვრებელი ადგილის შემდეგ განათლება საქმიანობა ჰობი გამოტოვებული. გამოტოვებული, არა, ვერ მოასწარი განათლება და ის. საქმიანობა. იდეალი ქალიკაცი აქ შაკოს მაგარი არჩეული ვერკასერდი უჩქა, ორივე გულის. ორივე ერთად, რა თქმა უნდა. მიგიხდნენ შაკო. კარგია. ავიწყოთ? რავი, შეგვიძლია დავიწყოთ, მე მგონი ძალიან შევნია ამ კითხვას შევნია ახალგაზრდებს მოусვი. წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, თქვენ იცით 3 2 1 გონერი და ნიკოლოზი ისეთ კბილაძიან ერთად სისფარის ახალი წელი ნაადრევადო უდგა. გუშინ კბილის კბილმა ისე გამიარა ვითომ ვერ მიცნო. გააცინე და მოიგეში ხალხი სიადვილად იგებს ფულს არაბიზეს სეიფთან თამარ მეფე მოუგაგუნა. მოდი ნიგაი მეც მოგიყვებით რაღაცასო. ჩემი კურსელი ნათია ორსულობის დროს იმდე სიგარეტს ეწევდა ექიმა ბოში ნაპასით გამოიყვანა. ჩემს მეზობელს იმხელა ყბა ქვევიდან შეკიდული ჯერი გაიგეთა. ნიკოლოზმა დაიწყო ბეკაპა. თუ კარგი 50 ვარი ჩვენია ბიჭებო, დასაწყისი მშვენიერია, ვაგზელებთ. მაშინ 3 2 1 სიტუაცია ვაკელისოს კი დაქალები. ნათია რაშვები როგორ ახარ? რაშვები შენ შეყვარებული თან? შეყვარებული კაცი არ მიხსენო საერთოდ. რატო? რატო ერთი კვინს წიწაკი კაცთან. ჯანდაბა მაწყინა ეთყობა მთელი დღეებია გულიმერევა. საწყალბაბუაჩებს ისეთი მაგარი ტუფლები შევატანეთ მიზანში მიქელა მონათხოვრებია და ქორდილში ეცვა. ჩემეზობელი ზაიას ისე გაღუნული ფეხები აქვს წორგზაზე დავაყენეთ და მაინც ბოზოვისკენ წევიდა. გუში კბილის ექიმ ახალმა კბილის გაბურღვიზოს ისე მაწვალე გავბრაზე და ცოლად მევიყვანე. გაბურღვა რანაი უნდა ვანახე ფემაგას. ჯოკრის თამაშის დროს კარც იმდეხამ ჩეხავდი ბოლოპულკაში დამანქას ლიფი გაზრა. ქორდილში დედოფალის კარგი იყო, ძალიან მაგარი იყო. კარგი იყო, ნამდვილად. 100 ლარი თქვენია, გილოცავთ. გზაც მომეწონა, კი, მოღუნული ფეხები. კარგი იყო. ვაგზელებთ. 3 2 1 სიტუაცია პროქტოლოგების შეხვედრა. ბატონო შორვა. დიახ. ჩვენი კოლეგა რომ არის, ხო იცი, დათო ბურცხვანიძე. კი, როგორ არის? მაგას ხედულობა ქონია, ძმაო, რაღაცას ასწავლი. მაგრამ შენ რა იცი? რა ვიცი და როგორ იხედავს რაღაცა შეგურება ბიჭო. ქუთაისში თოვლის ბაბუას ხშირად იმხელა სტაფილო გაუკეთეს მერის თანამშრომლებს გარემო ვაჭრეგონათ და დაანგრიეს. ქორწილში დედოფალი ისეთი რიჟა იყო გოჯ ბოლოგზე ქონდა ხელი მოგიდებული. მიშა ანდღულაძემ ფილმ ძიძაში ისე მაგრად ითამაშა კეცბაიამ ნაკრებში გამეიძახა ქნიმა გვიშველო რა ცხაო. ებისანაშარიან და ხალი ყავს გუში გალიშულობა დაგარქა და მემამრალი და საძე იღეო. ბებიაჩემი კლინიკური სიკვდილით იმდენჯერაა საიქიოს ნამყოფი ერთი წასვლობდა და მოქალაქეობას მიცემენ. ბაბუაჩემი მანქანის მართვის დროს ისე მაგრად ატუ ნიკოლოზ გაგეღიმა. კარგია, ვაღიარებთ ხო? ვაღიარებთ. კარგია, 200 ლარი თქვენია ბიჭებო, ძალიან კარგია. ბოლო გაღიმება იყო ჩემი. ხო, ნახავთ ახლა, ნახავთ. მარემოს გაუხარდა რომ საბოლოო, მაგრამ 400 ლარი წინ. ჯერ უნდა ძველი რეკორდი გავამეოროთ 400 და მე ახალი ვაპირებთ, კარგია. 3 2 1 სიტუაცია ქუთაისელი და ჩინელი თევზაობენ. ჩემი ვარდი ხარ. ია გიარა, ჯო თევზი ჩადები დროს, თქვა გაგასხმევი, ახლა ტვენი მაგარ. ჩემმა მეზობელმა ხადავჩიკმა ცოლი მეიყვანა, კანოკის ბრალი გონია და ყოველღა მეუჩხიგინებს. გასვენებაში თავი გაციმნელი საქმე ქონდა, მკვდართან მივიდა და უთხრა გაჩერების დრო, ნახა თან საქმე ბიძიო. დაბადების დღეზე ერთ გოგოს ისეთი საჩუქარი მივართი, ახლა ალიმენტზე დამსდევს. სუხიშვილებმა ორმაგი სამუშაოს მიზით ჩაის პლანტაციაში დაიწყეს მუშაობა. ისე მაგრად ცეკვამი დაპუდეს ყველაფერი. ქორწილში დედოფალი ისეთი კოჭლი იყო და ისე ასკინგილით იცეკვა. შახაბას ცოლებისგან იმდენი ბავშვი ყოფდა ყველა სეზად, რომ შეეფსა იბერია გაფწკინდებოდა. ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის თამაშის დროს ისეთი მაგარი სვლა გააკეთა ოფიცერმა ჩესტია უღო. აღზნებულმა ქუთაისელმა ჟუჟუნაწვიმა გააუპატიურა. გალში ძროხებმა იმდენი პლანი გადაჭამეს, მეგრელებს ლუზე ეკაიფებიან. შოთა რუსთავას ვეფხისტყაოსანის წერის დროს ბუმბული როგამელია ბოლოს ტრიგონი კურდუმოთი დაწერა. კურდუმოთი დაწერა. თურმე. კარგი. 400 ლარი შევძელით ისევ გვაქვს. მაგრამ წუთი ისე იყო უკვე. თავდებით. ადევნებდით. ხო, ამიტომ მობილიზით ცოტა. დაშვებით 1000 ლარი. ამიტომ დავჯერდებით. ბატონო, ხარ შენ მოსული რომ შენ მაგას ადევნო, თორემ დაჯერდებით? ხო, იმიტომ რომ არ გაგვისწრაფო. აქ ვინც დგას, ხო, იხედება ადამიანი ზოგადად ახლა იხედება, ან ორივე თვალე ისე ერთად. აქ ვინც დგას ხოლმე ცალთან ესე. ერთი წინ იხედება მეორე თვალში ესეა.
ესე იგი საბოლოო გადაწყვეტილება. იქნებ წადოთ და რეკორდი მოხდეს. მამაჩემ როდესაც არ გავაგრძელებ. ისე. მამაჩემ რომ ვიძღად არ გავაგრძელებ. კარგი, ისე ხო გაჩვენებთ უფასოდ. დარჩენილს. ერთ ბიაზოს ერთ სიტუაციას. ნუ თქვენ გაიხარეთ. 400 ვარ, თქვენი აღარ ინერვიულოთ, აბა გისმენთ. აჰა. გუში მამაო მისადაა სემინარს ტოტიში შევწირე. სიტუაცია მაფიოზები. დონ შარლიტო, თქვენი ქალიშვილი ვინჩენცა გაუბადიურეს. ვინჩენცა. დონ. რატო აი ხო 1000 ლარი იყო გარანტირებული. ძლდება ეს კიდე. გარანტირებული 1000 ლარი. მაშინ არ გამეცინებოდა. ძლდება. გააგზელ. მოიცა ერთი თუ სანამ გააგზელებთ. ვინჩენცა. უარდი თამაშებდით. არა. კაი, გააგზელებთ. დონ შარლიტო თქვენი ქალიშვილი გაუბადიროს იგივე და შემდეგ აღარ გავაგზელებთ კარგი სავალი. ჩავარდა შუთ გაკამენ კაცი. გავაბოს 400 ლარი. კარგი, კარგი. აბლაბისები. იგეცა. ერთმეტი არ გამოვა. გაკამებს ხო? დარჩენილი მორი. გაიხარე. ერა თუმცა მოსვარო მოყვეთ. ძალიან კიდევ გემოდები. დიდი მადლობა ყველას, დიდი მადლობა რუსთავიერ, დიდი მადლობა ამ პროექტს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვეცან შანსი დაგვეფიქრებია, რომ ქუთაისში იუმორი ისევ ხარობს და ეს დამტკიცდა აი ამ ფულით. დიდი მადლობა. გილოცავთ დამდა გახალწას შოუბასაც, მავრას და ეს არის ჩემი ოჯახის დამატებით წელი საქართველოს. ჩემი ოჯახის დამატებითაც კი. რა თქმა უნდა. კარგი იყო დამეწე, აი მოიგებდნენ. კარგი, მოდი შევაჯამოთ დღევანდელი გადაცემა. მე პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც მოგზავნდა და ძალიან კარგი გადაცემა იყო. უბრალოდ რა ვიცი, მე გამოვყოფდი ბატონ არჩილს, რომელზედაც დამწყდა ძალიან გული, რომ თანხა ვერ წაიღო. ძალიან საინტერესო ადამიანი და ძალიან კარგი ხუმრობები ჰქონდა. თუმცა ღავ იმედურებ, რომ მომავალშიც გვესტუმრება და აუცილებლად დარწმუნებული ვარ 1000 ლარსაც წაიღებს ამ სტუდიით. და საერთო ჯამში ძალიან კარგი დღე იყო. ჩემი აზრით. პირველი გადაცემა ყველას მინდა კარგი იყო. წელი კარგად დაიწყო. კარგად და მეც გამოყოფდი, რა თქმა უნდა. აი ბოლო ბიჭებს გამოყოფდი, კარგი იყო. პირველ მონაწილეს გამოყოფდი. კარგად პირველ მონაწილეს არა, მეორე აჩი კიკნაველიც გამოყოფდი. კარგი ხუმრობები ქონა მართლაც. და ზეკიჩანის ხუმრობა მაინც მომწონს და ბიჭსაც ვიტყოდი რომ ქონდა რაღაცები შეეძლო რომ უფრო მეტი ექნა რომ აი ბექა წარმოშობით იქედანა ხო ჩემი წარმოშობა იქედანა იქ არის ჩემი ფესვები ძველი ლაოდან რა ვიცი მე ვფიქრობ რომ დღეს კარგი საღამო იყო და ნამდვილად ალბათ მაყურებელმაც ისე ამოვნა და ჩვენს ისე ამოვნათ დარწმუნებული ვარ დაგეთანხმებით ყველაფერში დიდი მადლობა რომ აქ იყავით ჩვენთან ერთად მადლობა თქვენ რომ მობრძანდით 2014 წელი ძალიან კარგად დაიწყო ჩვენიერი იუმორით, ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით. ერთ კვირაში აქ ახალი წლის, ახალ იუმორისტულ რაღაცეებს ნახავთ. ნახვამდის.